რა მემკვიდრეობა დახვდა აბაჩუ ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის შემდეგ თავდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენმა სამხედრო რეპორტიორმა გიორგი ცხვიტავამ ირაკლი ალასანიასთან დღეს ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. თავდაცვის ახალი მინისტრი უკანონოდ გათავისუფლებული ოფიცრების საქმეების გადახედვას და ჯარისკაცებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტების გამოძიებას იწყებს. მათ შორის პირველი იქნება წამებით გარდაცვლილი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის საქმე. ირაკლი ალასანიას თავდაცვაში შეურაცხყოფილი სამხედროების გარდა ცარიელი ბიუჯეტიც დახვდა. მარტო წელს ახალაიამ და შაშკინმა ბიუჯეტით გათვალისწინებული 700 მილიონის გარდა 113 მილიონი დახარჯეს. საწავი და მილიონები მას შემდეგ ფინანსური დოკუმენტაცია შემოწმდება არ არის გამორიცხული ყოფილ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ბატონო თავდაცვის მინისტრ რომ დაგვთხოვთ ინტერვიუზე. ერთ-ერთი ძირითადი კითხვა რომელიც მოდის ახალ თავდაცვის მინისტრთან ეს არის იმ ოფიცერთა კონტინგენტის საქმეების გადახედვა რომლებიც მათი განცხადებითვე უკანონოდ იქნენ დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს არც ერთი პროფესიონალი სამხედროს დაკარგვის ფუფუნება არ აქვს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ესეთი სამხედრო პირის, ოფიცრის საქმის შევისწავლით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, კომისია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ან სხვა რაიმე პირადი დამოკიდებულების გამო გათავისუფლებულ ჩვენს სამხედროებს ამ საქმეებს გადახედავს. და მე მინდა უთხრა რომ სამართლიანობა აღდგება და ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყნის სამსახურს. ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ამ სახეობების აღდგენა ან პირიქით გარკვეული მიმართულებების ჩამოყალიბება? ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ორგანიზება დამოკიდებულია თუ რა ამოცანას დაუსახავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. ბუნებრივია ეს გამომდინარეობს ეროვნული უშუალოების სტრატეგიიდან და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეებიდან. მე ვთვლი, რომ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ჩვენი თავდაცვის დოქტრინა, ამას დაჭირდება გარკვეული დრო და რა თქმა უნდა კომპეტენტური სამხედროების მონაწილეობა. სწორედ მე არ ვიჩქარებ ჩემს შეფასებებს, ვიდრე მე არ მექნება დეტალური შეხვედრა და საუბარი ჩვენ გენერალურ შტაბთან, სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელებთან, მაგრამ ზოგადი პრინციპი შემიძლია გითხრათ. ჩვენი ქვეყნის დაცვას სჭირდება სწრაფად მობილური გადაადგილების შესაძლებლობის მქონე შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდება სპეციალური დარიშრულების ძალების კიდევ უფრო სრულყოფაზე და გაზრდაზე. ჩვენ გვაქვს ასევე საერთაშორისო ვალდებულებები აღებული, რაც ასევე გვიქმნის კარგ სარბიელს იმისთვის, რომ საბრძოლო გამოცდილება მიიღონ ჩვენმა ოფიცრებმა და ისე დაუბრუნდნენ სამხედრო ძალებს უკვე მივლინების შემდეგ. არის საკმაოდ ეფექტური უკვე შექმნილი კარგი ეროვნული აკადემია, რომელიც კარგ ოფიცრებს და კადრებს მოუმზადებს საომავლოდ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. ამ ყველაფრის ინტეგრაცია ბუნებრივია განსაზღვრავს თუ როგორ ავიცილებთ თავიდან ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს. და ბოლოს არ შემიძლია არ გითხრათ ასეთი რამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია საკმაოდ გამალებით ახორციელებს შეიარაღებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, იქ კავშირგაბმულობა იქნება თუ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება თქვენი პოზიცია? მე არ გულისხმობ ომის გამოცხადებას ან საომარი მოქმედებების დაწყებას, თუმცა ალბათ გარკვეული პოზიცია უკვე არსებობს ამ მიმართებაში. ეს ბუნებრივია ჩვენ გვაღელვებს და ჩვენი სპეციალური შესაძლებლობები, სადაზვერვო შესაძლებლობები ამ ყველაფერს უნდა აფიქსირებდეს, რათა არ მოხდეს საფრთხის ისეთი ესკალაცია, რომელიც შემდეგ უკვე გარდაულად შეიძლება გადაითარგმნოს უკვე სამხედრო დაპირისპირებაში. რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ვაკონტროლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო გადაადგილება, ეს იქნება ადგილობრივი სეპარატისტული ასე ვთქვათ ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარების და ასევე შევიმუშაოთ ახალი მექანიზმები კონფლიქტის პრევენციის, სადაც აუცილებლად იქნება ჩართული ბუნებრივია არსებული საერთაშორისო მექანიზმები, მაგრამ ასევე ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ქართულ, აფხაზურ და ქართულ ოსურ მოლაპარაკებების მხარეებს შორის. უღრმესი მადლობა ბატონო თავდაცვის მინისტრ და გისურვებთ წარმატებებს.